რომ სამყარო ფართოვდება აჩქარებით, რამაც მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ ის ოდესღაც ერთ უმცირეს წერტილში იყო მოქცეული და ამ წერტილს სინგულარობა ვუწოდეთ. ახლა კი საუბარი სწორედ იმ მომენტიდან უნდა განვაგრძო, როდესაც სამყაროში პირველი კვარკ-გლუონური ნაკადი გამოჩნდა. ეს რაღაცნაირი წრის შეკვრა და შეჯამება იქნება ამ ეპიზოდის. ბოლო ცნება, რომელიც შვეიცარიას საფრანგეთის საზღვარზე მდებარე დიდ ადრონულ კოლაიდერზე ჩაატარეს, გვანახა, რომ ფოტონ-კვარკულ-გლუონური ნაკადი, რომელსაც დიდი აფეთქება წარმოქმნიდა, სითხესავით იქცეოდა და მისი სიბლანტე დაახლოებით წყლის სიბლანტის ტოლი იყო. ხოლო შემდგომ მოხდა გაფართოვება, ანუ კატასტროფული ინფლაცია. გალაქტიკების ფორმირებისა და მათი ევოლუციისთვის ამ დროინდელი სამყაროს ორი ძირითადი ასპექტია გადამწყვეტი. თუ რა პროპორციებითა და რა მომენტში წარმოიქმნა სხვადასხვა ქიმიური ელემენტი. რელიქტური გამოსხივება, ანუ ნარჩენი გამოსხივება, რომლის მიმართაც ჩვენ შეგვიძლია გალაქტიკების მოძრაობა და სიჩქარე განსაზღვროთ. დიდი აფეთქებიდან პირველი 3 წამის განმავლობაში სამყაროში უნდა ყოფილიყო ჭარბი გამა-გამოსხივება, რომელიც ყველა ადრონს დაშლიდა შემადგენელ ნაწილებად. შემდგომ პერიოდში კი უკვე ფოტონები გახდებოდნენ ნაწილაკების წარმოშობის წყარო, რადგან კოსმოსში ორი ფოტონის პირდაპირ შეჯახებისას შესაძლოა შეიქმნას ნაწილაკის ანტინაწილაკი, დაახლოებით ამდენი კელვინის ტემპერატურაზე. ფოტონებისგან საკმაოდ იოლად იქნებოდა შესაძლებელი პროტონ-ანტიპროტონული წყვილის წარმოშობა. თავის მხრივ, პროტონ-ანტიპროტონის წყვილის შეჯახებისას ანიჰილაციას განიცდიდა და შესაბამისად ფოტონი წარმოიქმნებოდა. პროტონ-ანტიპროტონის წყვილების ტოტალური ანიჰილაციის მიუხედავად, ჩვენ მაინც გვაქვს პროტონზე დაფუძნებული სამყარო. როგორც ცერნის ექსპერიმენტებმა და ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერების შემდგომა ანალიზებმა მაჩვენა, მატერიასა და ანტიმატერიას შორის არსებობს მასებს შორის უმცირესი სხვაობა, რამაც შესაძლოა სამყაროს ფორმირების ამ ეტაპზე გადამწყვეტი როლი ითამაშა და პროტონებს გადარჩენის შანსი მისცა. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმ მატერიის შესაქმნელად, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ სამყაროში. ელექტრონების ფორმირებისათვის კი სამყარო ოდნავ უფრო უნდა გაგრილებულიყო, აი ამ მონაცემის კელვინამდე. ეს გამოწვეულია თვითონ ელექტრონის მასიდან, რომელიც 2000-ჯერ უფრო მსუბუქია პროტონზე და ამის გამო უფრო მაღალ ტემპერატურაზე ვერ ხერხდება ელექტრონის ფორმირება. როგორც ვიცით, ელექტრონს თავისი ანტინაწილაკი გააჩნია პოზიტრონის სახით და ამ შემთხვევაშიც მრავლად გვექნებოდა ანიჰილაციის შემთხვევები, რომლის შედეგადაც ნეიტრინო ანტინეიტრინოს წყვილი მიიღებოდა. იმ მომენტიდან, როგორც კი სცენაზე ელექტრონი და პოზიტრონი გამოჩნდნენ, შესაძლებელი გახდა ნეიტრონების ფორმირება ახალი რეაქციით. სამყაროს შემდგომი გაქცევის პერიოდში ხდება პროტონ-ნეიტრონის რაოდენობათა დისბალანსი 1:5-დან. ეს გამოწვეულია პროტონის საკმაოდ ცუდი ურთიერთქმედებისგან სხვა ნაწილაკებთან მიმართებაში, შედარებით დაბალ ტემპერატურაზე.